მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და ჩვენი დღევანდელი თემა შეეხება ჯენერიკებს. ჩვენ წინა ლექციაში განვიხილეთ ჯენერიკული კლასები და მეთოდები და დღეს საბოლოოდ მივადექით იმ გამოვლინებას სიშაპში, რომელიც ჯენერიკებიდან მოდის. და ჩვენ უნდა შევეხოთ დღეს კოლექციებს. კოლექციები. ხმას გავთიშავ. მაინც. ესე, ოკეი, რატი, დაარესტარტე მიდი. კაი. კოლექციები. რა არის კოლექციები? კოლექცია არის ხელსაწყო, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ ერთზე მეტი ინფორმაცია. ჩვენ როგორ კოლექციას ვიცნობთ აქამდე? ჩვენ ვიცნობთ მასივს. მასივში ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ ერთზე მეტი ინფორმაცია. და მაგალითად ჩავიღოთ int ტიპის მასივი, რომელსაც შეგვიძლია დავწეროთ new int და 1 2 3 4 მაგალითად. ხო? ეს არის ჩვენი კოლექცია, მასივი, რომელშიც ჩვენ ვანთავსებთ აქ რიცხვებს. და როგორ ვწვდებით თითოეულ მათგანს, ხო? რა თქმა უნდა, ინდექსს ვიყენებ. პირველი არის ინდექსად 0, ანუ 0-დან იწყება, ხო, ეგრეა. და დავუშვათ 3-ანის ტონა თუ მინდა ინდექსად 2-ს გამოვიყენებდი, ხო? გინდა 5-იანი მეწეროს აქ. console write line array ინდექსად 2. დავინახავდი რომ გამოიტანდა რა თქმა უნდა 5-ს. ოკეი. შემიძლია თუ არა მასივში რაღაცის დამატება. რაღაცა ელემენტის დამატება. მაგალითად, აი აქ 4-ის მერე რაღაც დავამატო. array წერტილი რაღაც edi არ მაქვს, არ მაქვს. ინდექსად 0 1 2 3 0 1 2 3 და აი მეოთხეზე რო ჩავწერო რაღაცა, დავუშვათ array ინდექსად 4 უდრის 9-ს მაგას ისე რამე რო დავწერო. ანუ მეხუთე ელემენტი ჩამისვი და გახადე 9 თქო, რო დავწერო. ეხლა რო გავუშვა და რო დავპრინტო ეს array ინდექსად 4, exception-ია. System index out of range exception, index was outside the bounds of the array. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ინდექსი, ახალი ინდექსი ფიზიკურად ვერ დაემატება მასივში, იმიტომ რომ როგორც კი მასივი შეიქმნა, იმ წამსვე მასივის სიგრძე განისაზღვრა და ეს სიგრძე უცვლელი რჩება. მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, ხო? ანუ რა გამოდის? მე რაღაც შეზღუდული ვარ. ამ კოლექციას როცა ვიყენებ, შეზღუდული ვარ. დამატება არ შემიძლია, წაშლა არ შემიძლია. მე რო სულ გავასუფთავო ეხლა ეს მასივი. რო დავწერო ისეთი რამე, რომ array წერტილი clear. ხო არის, აი მოცადე array წერტილი clear. და რო ჩავწერო array. ანუ მე შემიძლია გავასუფთავო ეს ჩემი მასივი. მაგრამ რავი, ეხლა მენულე ინდექსი რო გავუშვა, ანუ რო დავპრინტო, ამიტებს 0-ს. ანუ მე რო ესე ვთქვათ დავაცარიელე და რო გავასუფთავე მასივი, მე მეგონა რომ ყველა მე მინდოდა რომ წამეშალა ხო ყველა, მაგრამ ამან კი არ წაშალა. ესენი წაშალა და მაგათ ადგილას მისი default მნიშვნელობები ჩაწერა. ანუ ყველგან ნულები ჩაწერა. ანუ ეხლა აქ არის 0 0 0 0. ხო და ანუ ანუ არ მინდა ესეთი რამე, ხო? მე მინდა წაშლა, როცა მინდა წაიშალოს, წაიშალოს, ხო? ანუ მასივი რაღაც მომენტში ხელს მისლის და ამ მასივის გამოყენება მთლად კარგი ჩემთვის არ არის. ეხლა მოდი შევეხოთ სხვა კოლექციებს. სხვა კოლექციები არის ჯენერიკული კოლექციები. ჯენერიკული კოლექციები, ანუ ისეთი კოლექციები, რომელიც იყენებს generics, ანუ ჩვენ როგორც რაც ახსენით, აი ამ ტეს ამ ასე ვთქვათ უცნობ ველებს, რომელთაც ასე ვთქვათ
რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ კოლექციებში და დღეს რამდენიმე სავხსნი, იმიტომ რომ მხოლოდ ეს რამდენიმეა დღესდღეობით მნიშვნელოვანი. სხვა არის ძალიან ზოგი ძალიან ძველია და არ იყენებენ და მე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ, ასე ვთქვათ, ინტერნეტში მაგას, მაგრამ დღევანდელ პრაქტიკაში იყენებენ სულ 2-3 კოლექციას ამ შემთხვევაში. პირველი, ეს არის ლისტი. პირველი ეს არის ლისტი. ლისტი მე აქამდეც თქვენთვის ანუ ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ლისტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი კოლექცია და საშუალებას მაძლევს, რომ შევინახო რამდენიმე მონაცემი, თან როცა მინდა დავამატო, როცა მინდა წავშალო, როცა მინდა რაღაც შევცვალო და ასე შემდეგ. როგორ განისაზღვრება ახლა ლისტი? მოდი ესე დავტოვოთ. და დავწეროთ ახლა list. წერთ list. და თუ დაინახავთ, აი მეცადე თან ხელახლა დავწერო რა, list-ი. თუ დაინახავთ, აი აქ აქვს ნაკლებობის ნიშანი, მეტობის ნიშანი. და თვითონ რომ მივიტანოთ აი ამასთან, არის system.collections.generic list-t. კლასია ჩვეულებრივად, რომელიც არის ჩაშენებული C#-ში. ჩვეულებრივი კლასია, generic-ული და წარმოადგენს reference strong type list of object, კემენდუსად და index, ხო, ანუ რაღაცა შეგიძლია ინფორმაციები შეინახო და აქვს ეს რაღაც მეთოდები, რაღაცა პოვნა, დასორტვა, რაღაცების მანიპულაციაო რა. ანუ list-ში მე შემინდა რომ შევინახო რაღაცა მონაცემები. ეხლა list. როგორც კი მე ვამბობ lists და მინდა მონაცემების შენახვა, უნდა დავფიქრდე რა ტიპის მონაცემები მინდა რომ შევინახო. მოდი თუნდაც რიცხვები ავიღო. int-ი, ხო? წერ ნაკლებობის ნიშანს და წერ int-ს. თუ დააკვირდებით, ნახეთ, list-ზე აქ მარტო წერია t. და მე რო ახლა აქ დავწერო int-ი და დავუშვათ string-ი. ნახე? Using the generic type list t requires მხოლოდ ერთი არგუმენტი. ანუ list-ში list-ი არის ისეთი კოლექცია, რომელიც იღებს მხოლოდ ერთ ტიპს. რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ რო დავფიქრდეთ, რატომ იძლევა, რატომ არის მხოლოდ ერთი ტიპი, ხო? იმიტომ რომ აქ რაც შეინახება, ყველა უნდა იყოს ერთი და იგივე ტიპის. თუ კი int-ს დავწერ, მაშინ int ტიპის ლისტი უნდა მქონდეს, ესე იგი მონაცემები უნდა მქონდეს int ტიპის, ყველა. თუ string-ს დავწერ, მაშინ მარტო string-ის ორივე ერთად არ გამოვა. თვითონ C#-ს არ უყვარს არევა ინფორმაციების და ტიპების. C# არის ეგეთი ენა, რომ კაცრად ტიპიზირებულია, განსხვავებით სხვა ენებისგან. ну, რა თქმა უნდა, ზოგი ყავს, თუნდაც C სხვადასხვა ენები და Java, მაგრამ ბევრი სხვა ენა არის, სადაც რამდენიმე მონაცემი ისე შეიძლება ჩაიყაროს, რომ ტიპები საერთოდ ახლართულია და მიდი და გაიგე, ხა მანდ რა ხდება. მაგასაც თავისი მუღამი აქვს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში რაღაცნაირად ჯობს ალბათ რომ იყოს დალაგებული. ერთი ტიპის მონაცემები ცალკე იყოს, მეორე ტიპის ცალკე. ასე რომ თუ კი რიცხვების შენახვა მსურს, მაშინ ვიყენებ მარტო int-ს. აი ეს. ამის მერე ვარქმევ ცლადს, ჩვეულებრივად. დავუშვათ. ლისტი ავიღოთ, უბრალოდ სიტყვა ლისტი. უდრის და ეს ხო კლასია. ლისტი არის ჩვეულებრივი კლასი, ნახეთ? კლას system.connect-generic. თვითონ ოღონდ კლასი არის ჩაშენებული C#-ში. ანუ მე კი არ მაქვს შექმნილი, უკვე ჩაშენებულია. ასე რომ ეს კლასი, ან კლასი რადგანაც არის, ესე იგი მისი ობიექტი უნდა შევქმნა, ხო? მისი ინსტანსი, ხო? ესე იგი new list. როგორც massive-ზე იყო ზუსტად იგივე. new intro ეწერა და ესე. აი ეს. new list int-ი და ჭხილები. შეიქმნა ჩვენი ლისტი. ამ ლისტში არაფერი არ არის, ხო? თუ მინდა რომ პირდაპირ
ასე ვთქვათ, შევიყვანო ინფორმაციები ამ ფრჩხილების მერე ფიგურულ ფრჩხილებს დავწერ და ამ ფიგურულ ფრჩხილებში მოვათავსებ ინფორმაციას. დავუშვათ 1 2 3 4 5 9 13 და ასე შემდეგ. ფრჩხილები აუცილებელია. წესით არის კი? ესე იგი ფრჩხილების გარშეც გვაწერინებს რა. ესე იგი როგორც იმაში არის, რა ქვია, როგორც მასივზე არის, რომ ავტომატურად ხდება, ისევე მე მგონი ეს new list ესეც რო არ დავწერო, მე მგონი მაინც თავისებურად ხდება. ეხლა ვერ გიყვა მაინც და მაინც. ხო. ესე იგი რაღაც ეს გვირდება new list, მერე int და მერე აქ შეგვიძლია ფრჩხილებით წაუშვათ. მაგრამ რა ვიცი, ფრჩხილები რას გვიშლის? იყოს ეს ფრჩხილები. 1 2 3 4 5 9 13. შემიძლია აქ რაღაც ჩავაყრი, ხო? არ შემიძლია. იმიტომ რომ int ტიპის უნდა იყოს აუცილებლად. აი. ეხლა ინფორმაციები გვაქვს. ეხლა მოდი გავტესტოთ. რით განსხვავდება ეს ლისტი მასივისგან და რატომ უნდა გამოვიყენო AC ლისტი? ხო? ეგ განსხვავებები დავინახოთ. ეხლა პირველი მასივზე რაც მქონდა პრობლემები, დამატება. შემიძლია თუ არა რაღაც დავამატო? კი, შემიძლია. დამატება ხდება ორნაირად. ერთი არის ესე იგი წერ list წერტილი და edi. თვითონ გვონება დამატეო. ფრჩხილები იხსნება და აი აქ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი რიცხვი დავამატოთ. add-თან მივიდეთ. adds an object to the end of the list. ანუ, რასაც ახლა მე ჩავწერ, ის დაემატება ბოლოში. ასე რომ, ამ შემთხვევაში მე თუ რაღაცა რიცხვს ჩავწერ, დავუშვათ 15. აგე, ის 15 ჩაემატება. ეხლა როგორ გავტესტოთ ეს? რომ მან ნამდვილად ჩაემატა, ხო? მე რო ეხლა დავლოგო ეს ლისტი. ნახოთ. მეუნება კოლექცია არის, თუ ესეთ რაღაცას ამოგიგდებთ, არ ჩათვალოთ აუცილებლად რომ ერორი ან რაღაცა. ეს არის ჩვეულებრივი ტექსტი. ერორი იქნებოდა, რომ დაეწერა exception-იან რამე. system.collections.generic-list. ანუ როგორც მასივი ესე არ ილოგება, აქ არ ჩანს. ზუსტად ესე ლისტიც ესე არ ილოგება. აქედან გამომდინარე, მე თუ ყველა ელემენტის დაპრინტვა სურს მიწევს რომ for loop-ი გავაკეთო ან for each. და ესე მივოდექით loops, ხო? for-ი ამასაც როგორც მასივს გააჩნია სიგრძე, ამასაც გააჩნია სიგრძე. როგორ განისაზღვრება, ნახეთ, ლისტი, ხო, მაქვს წერტილი, length-ი არ აქვს ოღონდ. length-ი არ აქვს, მაგრამ გააჩნია count-ი. ესეთი count-ი აქვს, სიგრძე. ნუ მასივისგან განსხვავებით რა. ამიტომაც მე თუ დალუპვა მომინდება, მაშინ გამოვიყენებ list წერტილი counts, ხო? ესე იგი დავუშვათ for-ი, int უდრის null-ს, ინაკლებია list-ის count-ზე i++. თვითონ ინდექსირებაც list-ში ზუსტად იგივენაირად არის, როგორც მასივში. მაგალითად, ეს 13 იქნება list-ი ინდექსად list-ის counts-1, ხო? აი მოდი დავწეროთ. დავპრინტოთ list-ი ინდექსად ბოლო ელემენტის ამოღება თუ მინდა, ესე იგი ინდექსად უნდა იყოს სიგრძეც -1, ხო? ესე იგი list-ის counts-1. აბა გავუშვათ და ჩვენ დავინახავთ აქ წესით არიგით 15, ხო? იმიტომ რომ 15 ხო დაემატა უკვე. აქ ჩვენთან. ჯერ დამატებული იყო, ესე იგი ბოლო 15-ია და counts-1, ნუ, ესე იგი ბოლო ამომიგდო. ინდექსირება ზუსტად იგივეა, როგორც მასივს. ოღონდ განსხვავებით რომ count-ი მაქვს. და მოდი დავპრინტოთ მაშინ list-ი ინდექსად i. აჰა, 1 2 3 4 5 9 13 15. ჩვეულებრივად ესე იგი 15-ს დაემატა, ხო? წეღანაც დავინახეთ რომ დაემატა. აჰა, ესე იგი მასივისგან განსხვავებით უკვე რაღაცა კარგი ის არის სიტუაცია.
Discord-ს გადავხედავ. ხო არ არის ვინმე დამატებული? ხო, ოკეი. თუ კი დაემატება ჩატს ადმინ თან თვალყური. თუ კი სოფო დაემატება, სოფოს ხმის სპიკერზე გადასვლა უნდა ხოლმე და მე აქ ესე ვერ დავინახავ და თუ რამე მითხარით რომ მე გადავიყვანო. ანუ რაღაც ჯერჯერობით არაფერი არ უნდა იყოს გაუგებარი. ნუ ჩვეულებრივი რაღაცა მსგავსება არის მასივთან, მაგრამ დამატებით ის რომ დამატება შემიძლია რაღაც ელემენტის. კაი, შემიძლია თუ არა რომ პირდაპირ მივიდე ხა, ეს ხო არის სიგზე რამდენია საერთოდ გამოვთვალოთ, მოდი. სადღაც დავლოგოთ, მოდი ლისტის count-ი. დავადგინოთ რამხელა არის ჩვენი ლისტის ის 8. 8 ელემენტისგან შედგება. ეს იგი ბოლო ელემენტის ინდექსი არის 7-იანი, ხო? კაი, მე რო ახლა ესეთ რამე დავწერო ლისტი ინდექსად 8 გახდეს 22. და ეხლა დავლოგოთ ლისტი ინდექსად 8. ანუ ჯერ არ არის ეგეთი ინდექსი შექმნილი, ხო, იმიტომ რომ სულ 8 ელემენტი თუ არის, ბოლოს ინდექსი არის 7-იანი, ხო? ნუ აქ ხა იგულისხმეთ რომ 15-იც არის. აქ ეთი ხო დავამატე. თუ გინდათ ვითომ ვიგულისხმოთ რომ დაემატა. აი აქ. ხო? სულ 8 არის, ესე იგი ამის ინდექსი არის 7-იანი, ხო? 0 1 2 3 4 5 6 7-ია, ხო? და მერვე ინდექსზე გამიტოლე 22-ს ხო? და ვნახოთ ლისტი ინდექსად 8 რა არის. აჰა, აქ errors მიგდებს, ხო? Index out of range. აქაც ესე დამატება თურმე არ შეგვიძლია, ანუ აქ რო დავწეროთ ინდექსად 8 გახდეს 22, ანუ არ არსებულ, ასე ვთქვათ, ინდექსზე მივუდითო და გახდეს 22 თქო რო წამამბობ, ესე იგი მაინც error-ზე გადის. ნუ მე მახსოვდა რომ ესეც შეიძლებოდა, მაგრამ ნუ ძირითად შემთხვევაში მაინც add-ს ვიყენებთ და აი ესეთ რამე მაინც არ ვიყენებთ ამას, იმიტომ რომ ეს add-ი ავტომატურად გულისხმობს ბოლოში ჩამატებას. ასე რომ ეს შეგვიძლია დავივიწყოთ საერთოდ და უბრალოდ დავიმახსოვროთ რომ რაღაც კონკრეტული ინდექსზე თუ კი მივუთითებთ პროგრამაში ლისტის, აუცილებლად გაისროს errors, როგორც მასივზე იყო. აი სხვანებში ცოტა განსხვავება არის ხოლმე, ავტომატურად ქმნის ხოლმე მაგ ინდექსს. მაგრამ აქ ეგრე არ არის. ანუ დამატება გავიარეთ ჩვეულებრივად. მე მგონი კიდე ესეთი საარსებობს list წერტილი insert before მე მგონი insert-იც არის. ხო, list წერტილი insert inserts an element into the list at a specified index. ანუ მე თუ მსურს რომ კონკრეტულად იმ ინდექსზე, ასე ვთქვათ, დავამატო რა. აი სადღაც მე ხო მინდა რომ დავამატო ელემენტები, ხო? და იქნება არ მინდა ბოლოში დამატება. იქნება მინდა სადღაც შუაში. ან თავში მინდა რომ დავამატო, ხო? აი და შევთ 15 მინდა რომ თავში დავამატო. ესე იგი ჩვენ ესეთ რაღაცას გამოვიყენებდით, insert-ს გამოვიყენებდით, list წერტილი insert. ესე იგი როგორი სინტაქსი აქვს, ესე იგი insert ორი რაღაც გადაეცემა ინდექსი და თვითონ აიტემი. ანუ რომელი ინდექსზე მინდა რომელი ინფორმაციის ჩამატება. ანუ მაგალითად მე0-ზე რო დავწერო და დავშვათ 15. ეს დარიგით პრობლემა არ უნდა იყოს მაგ. და ეხლა რო დავპრინტოთ list ინდექსად 0-იანი. ანუ მე0 ინდექსზე, ანუ აქეთ მინდა რომ დავამატოთ 15. ანუ ეს ერთიანი ჩამოიჩოჩებს მარჯვნივ და დაუთმობს თავის ადგილს 15-ს, ხო? ნუ წესით დარიგით ეხლა უნდა ამოვუწოს 15. ეს 15. ანუ თავში შემიძლია დამატება. აი აქ შემიძლია თავში რომ დავამატო. როგორც ბოლოში, ისე თავში. ბოლოში თუ მინდა პირდაპირ ერთს გამოვიყენებ, თუ თავში მინდა, ამ ინსერტს გამოვიყენებ. იდეაში ბოლოში დამატება ამითაც შეიძლება, თუ კი 0-ის მეგრად დავწეროთ, რომ იმაზე რა ქვია, ლისტის count-ზე გამიკეთეთ თქო რა. ლისტის count-ი იყოს მაგის ინდექსი. ლისტის count-ი ხო 8 არის ეხა. 8 არა, 7 არის ეხა, ხო?
ის 15 ჯერჯერობით არ მაქვს დამატებული, ხო? ეხლა არის 7. მე თუ მინდა კონკრეტულ ინდექსზე დავსვა 15, ვიტყვი რომ ამ ინდექსზე, ანუ მე-7 ინდექსზე დამისვით 15. აბა გავტესტოთ ეს თუ იმუშავებს, არასდროს არ მიცდია ეს. მაგრამ აბა ვცადოთ. თუ errors არ ამოვაგდებს ეხლა. ესე იგი შეიძლება. თუ არა და შეიძლება. ესე იგი პირდაპირ აღიქფოს. კაი, მაშინ ეხლა დავწეროთ ლისტი ინდექსად. ეს ხო ბოლოში დაემატა. ანუ ეხლა 8 ელემენტია, ხო? ესე იგი ლისტ ინდექსად 7 ვცადოთ. ეხლა წესი 15 უნდა დაგხვდეს აქ. დაგხვდა. ხო, ესე იგი ბოლოში დავამატეთ ელემენტი. შემიძლია შუაში დავამატო, სადღაც შუაში. მაგალითად ეხლა აქ თუ 7 ელემენტია და აი მოდი მესამე ინდექსზე, თლად შუაში არ გამოვა მაინც. იმიტომ რომ თუ კი კენტი რაოდენობა არის, მე თუ რაღაცას დავამატებ, ეხლა ლუწი გამოვა. კაი, მოდი ვცადოთ ესე რა. მესამე ინდექსზე დავამატოთ 15. და ეს დავუყოთ. ეხლა. და შევხედოთ რა იქნება. 1 2 3 15 4 5 9 13. ნუ 3 4-ზე დავაკდა რა. თლად შუაში არ გამოვიდა, მაგრამ ნუ სადღაც შუაში ხო ჩავდე ეს 15. ანუ ესეც შემიძლია დამატება. ანუ დამატების კუთხით ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენი ასე ვთქვათ ლისტი. როცა მინდა ნებისმიერ ინფორმაციას დავამატებ. მაგრამ ეს არ არის რომ დავუშვათ მხოლოდ ერთის ინფორმაციას დავამატებ ან რაღაც. რამდენიც გაგიხატებათ, იმდენს დავამატებთ. ანუ რა ვიცი, ძალიან ბევრი. თუ გინდა 5 ელემენტი დავამატებ, გინდა 200. პრობლემა არ არის ჯერჯერობით. აბა რა კითხვა გაქვთ ჯერჯერობით აი ამასთან დაკავშირებით რაც ახსენე. შემოვიხედო. მე არაფერი. მარტივი ჩანს. კაი. მაშინ დამატება თუ გამოვიდა, ესე იგი მასივს რაღაც კუთხით უკვე გავუსწარით. მოდი ახლა განვიხილოთ წაშლაც. წაშლაც ასე ვთქვათ, გვაქვს ლისტში და როგორც ედი არის, ისე არის remove. დავწეროთ list წერტილი remove და რომელი ელემენტის წაშლა მსურს. დავშვათ წაშლა მსურს 4-იანის. აქ დავწერ 4-იანს და ეს 4-იანი წაიშლება. მოდი ეს ყოველთვის გქონდეს თან. ეხლა როცა წაიშლება, მე ვნახოთ რა ელემენტები დარჩება. გაითვალისწინეთ, რომ ეს remove აკეთებს მარტო პირველი სადაც დაინახავს პირველ 4-ს იმას წაშლის. ანუ აქ რომ მე რამდენიმე 4-იანი მქონდეს, პირველს დაინახავს და იმას წაშლის. დანარჩენები დარჩება. აი ხა იქნება 1 2 3 5 9 13. ის 4-იანი ამოვარდა. თან ნახეთ თუ დააკვირდით. სიგზე ხო შეიცვალა ეხა. 1 2 3 4 5 6. 6 არის ეხა სიგზე. აქამდე 7 იყო. ანუ ლისტის სიგზე ავტომატურად შეიცვალა. მასივსგან განსხვავებით. ძალიან კარგი. ეს უკვე ძალიან მაგარია. ესე იგი სიგზე იცვლება ავტომატურად. თუ კი მასივში რაღაცას შლიდი, მაგრამ ის არ იშლებოდა default values მაინც მიტოვებდა, აქ ეგრე არ არის. აქ იშლება ელემენტი, სიგზეც იშლება ავტომატურად. სიგზეც უბრალოდ იცვლება ერთით. აი ეს remove. კიდე არსებობს remove all-ი მე მგონი, remove all. ესე removes all the elements that match the condition defined by a specific predicate. ხო, ეხლა აქ რო დავწერო 4-იანი. ანუ აქ მაინც ის მეთოდის დაწერა მიწევს ალბათ.
ხო, მაგ მეთოდს მე გავუვლით, მაშინ ჯერ დელეგატები არ გვინდა. მაშინ remove all-ს მე ავხსნი. ანუ ყველას წაშლის რაღაცა კონდიციის მიხედვით, რაღაცის მიხედვით. აი დავუშვათ თუ კი x-ი არის 4-ის ტოლი მაგალითად. ყველა ისეთ იმას ჩაწერს, ყველა ისეთ ელემენტს წაშლის, რომელიც 4-ს უდრის. ესეთი ჩანწერია რა. x-ი ამას მე გავიგეთ, უბრალოდ რომ დაგანახოთ, რომ remove-ი არსებობს რა. მაგალითად ეხლა აქ 4-ს ჩავწერ კიდე 4-ს ჩავწერ. და ეხლა ვნახოთ. ხო, ყველა 4-იანი წაშალა. ანუ ესეთი remove-იც არსებობს რა. ამას მე გავიგეთ, ეს რა ხდება და როგორ ხდება ეხლა აქ. უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, ეს x-ი არის უდრისი მეტობა, აი მეთოდისავით არის რა. მეთოდს გავს ძალიან. და x-ი რომელიც 4-ს უდრის, მხოლოდ ისინი წამიშალეო რა. და წაშალა ყველა. ანუ remove-იც არსებობს. კიდე არსებობს remove at. list წერტილი remove at. remove at-ი არის წაშლა კონკრეტული ინდექსის მიხედვით. ანუ რომელი ინდექსზე გინდა რომ წავშალო. ანუ აქ remove იყო რომელი რიცხვი მინდოდა, რომელი ელემენტი, აქ არის ინდექსი. რომელი ინდექსი მინდა წავშალო. რომელი ინდექსზე არსებული ელემენტი, უпростоრად რო თქვა. დავუშვათ თუ კი მინდა 13-ის წაშლა, მაშინ დავწერ აქ რომ წამიშალე list-ი count -1. ანუ ამ შემთხვევაში ეხლა ბევრი 4-იანი რო ჩავწერე, ეს 3-ია, ეს 6-ია, ეს 9 არის, ესე იგი ინდექსად 8 გამოვიდა ეს რა, 9-ს -1, ანუ 8. ანუ ხა 13 აღარ მექნება აქ. აი ეს. წაშალა ის 13. ანუ 13 წაშალა, ანუ ის კონკრეტული ინდექსი ნახა, მივიდა იმ ინდექსთან, ნახა ის რიცხვი და მე წაშალა. ასე რომ თუ კი რაღაც კონკრეტული ელემენტი წაშლა მინდა, ან remove-ს გამოვიყენებ, ან remove at-ს. იმიტომ რომ remove at-ზე იდეაში სიმართლე რო ვთქვათ, ნახეთ როგორი ვარიანტია. მე რომ მინდოდეს დავუშვათ, აი მოდი აქ გქონდეს სადმე 13 რიცხვი. მინდოდეს მაგალითად 13-ის წაშლა. რომს გამოვიყენებდი remove-ს თუ remove at-ს? მე რომ 13-ის წაშლა მინდოდეს და remove დავწერო. აი აქ. list წერტილი remove და 13 რო დავწერო. ამ შემთხვევაში ეს remove-ი წამიშლის პირველს, სადაც 13-ს რო დაინახავს, პირველ 13-ს რო დაინახავს, იმას წამიშლის. ანუ ამას დამიტოვებს. არა და მე იქნება ამის წაშლა მინდა. ამიტომ აქ ინდექსს აქვს მნიშვნელობა. ინდექსს თუ ვეტყვი რომ აი ეს წამიშალე, მაშინ მივა და ამას წაშლის. ამას დატოვებს. ასე რომ თუ კი რამდენიმე ეს არის ერთ და იგივე, remove-ი არ გამომადგება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პირველს აიღებს, პირველ მოძებნის იმას და იმას წაშლის. და ეგ მე არ მაწყობს. მე მინდოდა ბოლო. და ამ შემთხვევაში ინდექსით პოვნა და მისი წაშლა ამ კონკრეტულ მეთოდს გამოვიყენებდი. აბა თუ არის კითხვა ჯერჯერობით? ხედო. ჯერჯერობით აფერ. კარგი. მაშინ გავაგრძელოთ. იდე არის წაშლა შუალედში რა. ანუ რამდენიმე წაშლა თუ მინდა. სინტაქსი გავიხსენოთ თან remove range-ია. აი ესე. რომელსაც გადაეცემა ინდექსი და მე count. ანუ საიდან ვიწყებ და რამდენს ვშლი. ანუ დავუშვათ მე თუ მინდა რომ აი 13, 3, 4, 5 აი ესენი რო წავშალო მაგალითად.
ეს 4 მინდა რომ დავშალო, ხო? ეს იგი მე ვიწყებ რომ 0 1 2 ეს იგი 2-დან უნდა დავიწყო, ინდექსი 2-დან უნდა დავიწყო. 2-დან უნდა დავიწყო და უნდა წავშალო 4 ცალი, ხო? 1 2 3 4. მარტო ეს 4 მინდა რომ ხო წავშალო. ეს იგი პირველი არის ინდექსი, საიდანაც ვიწყებ და მეორე არის რამდენი ელემენტი მინდა რომ წავშალო. აი ეს. ანუ ეხლა 13 3 4 5 აღარ მექნება იქ და მექნება 1 2 4 9 ესე იქნება რა მე. 1 2 4 9 4 13. აი ეს. ნუ წაშლაც ესე შემილია. რამდენიმე წაშლა ერთდროულად. რენჯის მიხედვით. ანუ აქ უნდა მიყვი რა. ესე იწყება, ესე და ასე. თუ მე აქ 4-იანს არ დავწერ. მაინც მიბრაზდება, ხო? ოკეი. კარგი. არა და ხო, ესე იგი მაინც გჭირდება მიათვალო რამდენია კაუნტი. ზოგი მეთოდი არის, როგორ იცით, როცა მე 2-ს წერ, მაგალითად, საიდან დაიწყოს. მე თუ არ ვეუბნები სიგრძის რამდენი, მაშინ ჩაყვება ბოლომდე, მაგალითად. ეგეთი ისიც არის რა. აი, substring-ი რო ავიღოთ რა, მოჭრა რო არის. ტექსტზე რო გავიარეთ მოჭრა. აი, რაღაც ტექსტი ხომ მქონდა, string text უდრის hello world, ხო? და მინდა დაიწყოს პირველი ინდექსიდან ამოჭრა. აი hello world ესე რამე რო ავიღოთ, ხო? ან პირიქით, აი აქედან დაიწყოს, world-იდან რო დაიწყოს w-დან. 0 1 2 3 4 5 მე-6 ინდექსი ხო არის w. და string რეზულტატი რო ავიღოთ, text წერტილის substring ხო არის? და რამდენი იყო? მე მგონი მე რო იყო, ხო? აი ესე. მერვედან, ხო? 0 1 2 3 4 5 6 ყოფილა. 6. ხო. ეს იგი მე-6 ინდექსიდან დაიწყე, ეს substring-ი არის ისეთი რაღაცა, რომ ინდექსიდან დაიწყე, რომელი ინდექსიდან იწყება და მერე რამ ხელაზე გრძელდება. რამდენი გრძელდება. და substring-ი ეგეთი რაღაცა, რომ მე თუ მარტო 6 დავწერ, მიყვება ბოლომდე. ანუ აქედან დაიწყე, როცა ვამბობ და დასასრულს არ ვეუბნები, ეს იგი ძალიან დიგულისხმებაო. და აი რომ დავლოგოთ ახლა რეზულტატი. დავინახავ world-ი ჩაუბრალოდ, ხო? იმიტომ რომ გააგრძელა მოჭრა. მაგრამ თურმე ახლა ამას ის არა აქვს, მაინც უნდა უთხრა. range ესე იგი საიდან დაიწყოს და რამდენი წაშალოს. აი ეს. აი. ეს მოკლე გადახროვა substring-ით გავიხსენეთ. ეხლა lists კიდე რა გააჩნია? მივყვეთ რა, ეხლა მე ესე ზეპირად არც მახსოვს რა მეთოდები აქვს lists-თან მივიდან, წერტილი და აქ დავინახავ ყველაფერს. ნუ clear-ი გასაგებია, ყველაფერს შლის. ეხლა მე რო დავლუპო, აი ეს რო დავლუპო, ჯერ ხო გავაკლიარებ, მე რო დავლუპო, მივიღებ არაფერს. იმიტომ რომ როცა clear-ს ვაკეთებ, აქ საერთოდ შლის ყველა ელემენტს. ყველა ელემენტს აკრავს. მასივისგან განსხვავებით. მასივში იშლებოდა, მაგრამ default მშუარები რჩებოდა. კიდე რა გააჩნია lists-ს? add range-ის გააჩნია დამატება. ოღონდ ნახეთ აქ როგორ რაღაცა იცი, დაამატე. ანუ როცა ამატებ ერთზე მეტ ინფორმაციას. ანუ ხო გინდა რომ დაამატო, 4 რიცხვი გინდა რომ ერთად დაამატო. ამ შემთხვევაში შენ აძლევ რაღაცა კოლექციას და იმ ლისტში დაემატება რა. აი მაგათად ეხა ხო არის 1 2 რაღაც 13, ხო? მოდი ცოტა გავამართოთ, არ მინდა ამდენი ის. აი ეს, ხო არის. 1 2 3 4 5 ხო არის. და მინდა რომ დავამატო 6 7 8 9 10. ეს რიცხვები მინდა რომ დავამატო. ცალ-ცალკეს წერას პირდაპირ add range-ს გამოვიყენებ. ოღონდ აქ უნდა გადავცე, ესე იგი მინდა რამდენიმეს დამატება, ხო? ესე იგი უნდა გადავცე რაღაცა კოლექციასავით, ხო? შემიძლია massive გამოვიყენო. new int massive და აქ დავწერო
დავუშვათ 6 7 6 7 8 9 10 აი ესე ამას დავკომენტარებ ეს ხო თქვით და ეხლა გავტესტოთ რა მოხდება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ანუ დაემატა რამდენიმე ელემენტი range-ის საშუალებით ანუ ეს მასივი გამოვიყენე რატომ იცი ესე იგი როცა add-rates ვიყენებ ესე იგი მე აუცილებლად უნდა მივუცე ამ range-ს რაღაცა კოლექცია რომ დაინახოს მაგ კოლექციაში რა რიცხვებიც არის და ეგ რიცხვები გადმოვიტანოს ამ ლისტში ბოლოებში აქ ნაგავინარე ნუ რაღაცა კოლექცია რა მასივი ჩვენ ვიცოდით რომ ეგეთ კოლექცია იყო მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თუ კი განვიხილავთ მეორე ლისტს სადაც მექნებოდა 6 7 8 9 8 ლისტ 2 დავარქვათ შემიძლია რომ პირდაპირ ლისტ 2 დავწერო აქ ეს და ანუ ესეც ხო ლისტია ესეც ხო კოლექცია და მაგიტო როგორც მასივი გადავეცი ისე შემიძლია ლისტიც გადავცე და ეხა ამ რიცხვებს ეხა ამაში ჩაწერს აქ ძიმე აღარ მჭირდება და რა შევხედოთ ეხა იგივე იქნება 6 7 8 9 ჯობლოთ ანუ კოლექციაში ანუ რამდენიმე კოლექცია რომ მაქვს შემიძლია ესე შევაერთოსავით ერთად შევაერთო კარგი იდევ ნახოთ ბევრი ისინი აქვს lists და გადავხედოთ ესე იგი clear გავიგეთ range გავიგეთ find last ეგეთ რაღაცები არ მინდა ჯერჯერობით ესენი სხვებია ხო აი რა მინდა რომ გავაკეთოთ დავუშვათ მაქვს ესეთი ასე ვთქვათ რიცხვები და მინდა რომ გავიგო ამათი ჯამი ამ რიცხვების ჯამი მე აქამდე როგორ ვიქცეოდი ხო მე აქამდე დავლუპავდი ჯერ count შევქმნიდი ხო ცვლაც რომელიც 0-ს უდრის დავლუპავდი ამ ჩემ ასე ვქვია lists int უდრის 0-ს თქო i ნაკლებია list-ის count-ზე i პლუსი თქო და ამ count-ს დავუმატებდი მაგას ხო ჩვენს გავლით გვაქვს ასეთ ახალი არ არის ეს ხო და ვიპოვეთ ჯამს მოდი ეს ცოტა ქვემოთ ჩამოვიტანოთ იმიტომ რომ როცა შეჯამება ხდება ის დავაკომენტარე სად არის range აი ეს ხო აი ეს და როცა დაემატება ესენი ყველა შეერთდება მაგის მერე რომ გავუშვა ეს და count-ი გავიგოთ count-ი იქნება ამათი მე ვარ 15 თუ ხო 15 უნდა იყოს კი 1-დან 10-ის ჩათვლით ჯამი არის 55 ხო ანუ ვიპოვეთ ჯამი თუმცა ამდენის წერას კოლექცია საშუალებას მაძლევს პირდაპირ ვიპოვოთ ჯამი და არის ესეთი მეთოდი 3 ეს პირდაპირ ვიპოვეთ ჯამს returns the sum of the values in the sequence შევაბლოთ მოდი თუნდაც დავპრინტოთ პირდაპირ ეს ესე დავპრინტოთ პირდაპირ რასაც აბუნებს და ჩვენ დავინახავთ რომ ეს არის ისე 55 ანუ ამდენის წერას მე შემიძლია პირდაპირ 3 გამოვიყენო ასევე ჩვენ გქონდა საშუალოს პოვნა აი როგორ ვიპოვოთ საშუალო ხო საშუალოზე ჩვენ ვიცით რომ ჯამს ვიგებდით და მე ვყოფთით სიგრძეზე ხო ლისტის სიგრძეზე ან მასივის სიგრძეზე ვყოფთით ჯამს და ვიგებდით საშუალოს აქ ნახეთ როგორ არის აქ შეგვიძლია დავწეროთ average ან ჩაშენებულია უკვე მე არ მჭირდება ბევრი რაღაცა პირდაპირ ჩაშენებულია 5.5 იმიტომ რომ საშუალო გამოვიდა 5.5 იმიტომ რომ ჯამში იყო 55 და 10-ზე გაიყო
average აბრუნებს double ტიპის მონაცემს. იმიტომ საშუალოა. თუ რომ მივიტანთ average-თან, ნახეთ w უწერია აქ. ეს ორი გვაქვს. კიდე რაღაცები ექნება ეხლა. ნელა გავიხსენოთ. ცოტა. contains თავისთავად აქ. ანუ შეიცავს არ შეიცავს, როგორც massive-ს ქონდა, ისევე არის აქაც. ესენი ჯერაჯერობით არ მინდა. for each აქვს, for each შეგიძლიათ თქვენ დავუყოთ. ესენი არ მინდა. insert-ი ავხსენეთ. ხო, index of-იც აქვს. index of-ი გავიხსენოთ. ანუ როცა მინდა რაღაცას ინდექსი ვიპოვო. დავუშვათ ცხრიანის ინდექსი მინდა რომ გავიგო. სად დავწერე? ქვემოთ აჭირებთ არ დამიწერია, ხო? ცოტა, ეხლა ისინი დავკომენტარავთ. და აქ დავწეროთ index of, ესე იგი list-ის index of-ი და აქ მომივთოთ რაღაც რიცხვი. შემთხვევაში 9. და ვიპოვით ერთი ფშილი მაკლია. და ეხლა ვიპოვით ამ ჩემი ცხრიანის ინდექსი. ეს უნდა იყოს -1-ი. რატომ არის -1? იმიტომ რომ ნახეთ რა მოხდა ეხლა. ცხრიანის ინდექსი ვერ იპოვა. როცა რაღაცას ვერ პოულობს ლისტი. კონკრეტულს ინდექსს აბრუნებს -1-ს. ანუ ეგეთი ინდექსი რო არ არსებობს რა. 10 ხო 0 დაიწყება ზოგადად. და -1 არის ანუ შეუდებელი რაღაც, ხო? ასე რომ ვერ იპოვა. და იმიტომ ვერ იპოვა ეხლა რომ მე ლისტის ინდექსს ვაკეთებ ეხლა. და მე დაკომენტარებული მაქვს სად მაქვს? რომელი მაქვს დაკომენტარებულია, მოიცოდე? ჯამება რო ხდებოდა. add range. ეს მაქვს დაკომენტარებული და მაგის ბრალი. როცა პირველი ლისტი და მეორე ლისტის ელემენტები პირველ ლისტში ჩდება. როცა ეს ხდება უკვე იმ ლისტში არის 6 7 8 9 10-იც. და უკვე ცხრიანს იპოვის ჩვეულებრივად. ნუ ეხლა უკვე იპოვის და არის 8, ხო? იმიტომ რომ ცხრიანის ინდექსი, ანუ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ესეთი რიცხვები რო არის, ბოლო ინდექსი არის 10, ბოლოს წინ არის 9, ხო? და ჯამში თუ 10 ელემენტია, ამის ინდექსი 9 გამოდის, ამის ინდექსი 8 გამოდის. ეს ჩვეულებრივად. index of აქვს და ასევე აქვს last index of-იც. last index of. index of-ი აჩვენებს პირველ ცხრიანს, სადაც დაინახავს იმის ინდექსს და last index of-ი აბრუნებს ბოლოს ცხრიანი რაც არის იმის ინდექსს. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ეხლა აქ რო ცხრიანი მეწეროს კიდე ამის ინდექსს ამოვაგდებს index of-ზე და last index of-ზე ამის ინდექსს ამოვაგდებს. გავუშვათ? ხუთიანი არის index of-ი და last index of-ი არის ცხრიანი. ხო? ხუთიანი, ესე იგი index of-ი, ესე იგი 1 0 1 2 3 4 5. ანუ ხო წარმოვიდგინოთ რომ შეერთებულია უკვე ეს. ეს არის მეხუთე და ნუ ეს გამოვა მე-9 წესით არიქით. იმიტომ რომ ჯამში უკვე 10 ელემენტი მოგროვდა. 10 არა 11. ინდექსად 10 გამოვა ეს და ინდექსად 9 გამოვა ეს. კიდე გავიხსენოთ ლისტს რა აქვს. for each-ით შეგიძლიათ დავუყოთ ჩვეულებრივად. მაქსიმალურია კიდე. მე მგონი აბრუნებს მაქსიმალურ values. ლისტის მაქსიმალური რიცხვი რაც არის. ამ შემთხვევაში 10 დააბრუნებს, ხო? და მინიც არის კიდე, ეგეთი მინი. ანუ ჩვენ თუ აქამდე ხელით წერდით ესე, თუ დავუშვათ მაქსიმალურს როგორ ვიპოვიდით, ხო? დავსორტავდით
და მერე length -1, ანუ სიგრძე, ანუ ინდექსად ლისტის სიგრძეს -1 და მაგით გავიგებდით მაქსიმალურს, ხო? და აქ პირდაპირ მინიმაქსი პირდაპირ პოულობ იმას რა ქვია, მინიმალურს და მაქსიმალურს. ნუ ეს არის ჯერჯერობით ლისტზე. კიდე რაღაცეები არის, უბრალოდ მაგას მე პრაქტიკაში უფრო კარგად გაარჩევთ. ნუ ეს იყო ძირითადი რაღაცეები რა და ნუ for loop-ითაც შევუბრალოდ უვლით და for each-ითაც. For each int in list და შევუბრალოდ console write line i. ნუ ეს i გამოხატავს უკვე ელემენტს კონკრეტულად. მოდი ელემენტი დავარქვათ. ინდექსი არ გეგონოთ. ელემენტი არის შევუბრალოდ. ანუ თუ კი for loop-ში აქ ინდექსი მაქვს და list index-ად i არის კონკრეტული ელემენტი, წარმოიდგინეთ, რომ list index-ად i არის იგივე ელემენტი, აი ეს. და შევუბრალოდ write line-ს აკეთებთ. გავუშვათ იგივეა ზუსტად. აბა თუ არის რამე კითხვა? მე მაქვს ერთი. ხო, აბა გისმენ? აი მაგალითად ლისტში თუ გვაქვს რამდენიმე ცხრიანი, აი 3 ცხრიანი, ხო დაწერილი. ანუ თუ შეგვიძლია რომ მაგალითად რო დავწეროთ remove all ცხრიანი ან რაღაც ეგეთი რა, ანუ ყველა ცხრიანი რო წაიშალოს, ან დაიბეჭდოს ეგეთი რამე თუ არის. კი, ეგეთ რამე წერან გავაკეთე. აი ეს. list remove all, ოღონდ აქ გადაეცემა, ანუ remove all როცა ამბობ ყველა რა. remove all ხო ესეთი მეთოდია, ყველა წაშლილი ყველა, მაგრამ ყველა რის მიხედვით. და ესე არ არის რომ პირდაპირ 9 დაწერო. აქ ესეთი რაღაცა არის x-ში გვიშვება კონკრეტული ელემენტი მანდ და x-ი თუ უდრის 4-ს. ანუ ყველა 4-იანი წამიშალეთ თქო. ნუ 9-იან შემთხვევაში 9 იქნებოდა. და ყველა 9-იანს წაშლიდა. წან გავაკეთეთ 4-იანზე და ყველა 4-იანი წაშალა. დაპრინტვას რაც შეეხება ყველა 9-იანის ხო, გავიაზრე. ხო, ყველა 9-იანის დაპრინტვას რაც შეეხება მაშინ რაღაცა მოგვიწევს. დაპრინტვაზე რაღაც გაფილტრა მოგვიწევს, if statement-ები მოგვიწევს რაღაცეები, სხვანაირად ვერ ვისაუბრთ. ყველა 9 რო დაიპრინტოს. ხო, ანუ როგორც წაშლა შეგვიძლია all-ით მაგალითად, ეგრეთ შეგვიძლია დაპრინტო. არა, ეგრეთ ესეთ ვერ ვისაუბრთ. ესეთ ვერა. აბა ჩავიხედოთ რამე თუა. არა, ეგრე არა, ეგეთი ის არ არის. ეგეთი არ არის. ნუ მაშინ მან მაინც if statement-ს გამოვიყენებდით რო რამე და დავლოპავდით, გავიგებდით, რომ თუ list index-ად i უდრის 9-ს, მაშინ დაპრინტე ეგ და ვიზავდით. და მეორე ვარიანტი კიდე არის, რომ გავფილტროთ. ოღონდ ეგ ცოტა მოგვიანებით განსახილველი თემა. გაფილტრა როგორ არის რა? და ბევრი ის არის რა, where-ია და რაღაცებია. ანუ დავუშვათ ლისტი ხომ აქვს და ლისტის წერტილი where არის ესეთი ის სიტყვა, ხელსაწყო. ოღონდ ეს ლინკის თემა არის, ლინკი ესეთი საკითხია და მე მაგას მოგვიანებით გავარჩევთ. მე მგონი შემდეგი თემა თუ არ ვწდები. მაგას კიდე ვნახავ. ანუ where-ით არკვევ, ანუ დამიბრუნე ისეთი ელემენტები და მე აქ პირობას აძლევ, რომ დავუშვათ რომელიც უდრის 9-ს. და აქიდან ამ მთელი ლისტიდან დაგიბრუნებს მარტო იმ 3 ცხრიანს მაგალითად, თუ 3 ცხრიანი გაქვს. და მე მაგას ჩაუბრალოდ for each-ით დავუკავდი ყველას ერთიანად. ცალკე. გაფილტრა მე მაგას მოგვიანებით გავარჩევთ რა. კარგი. კარგი.
აი, მოკლედ ლისტზე ეს იყო და მინდა რომ გადავიდე მეორე კოლექციაზე და ეს არის dictionary. Dictionary ესეთი კოლექციაა, რომელიც შედგება ორი რაღაცისგან, keys-გან და values-გან. აი, dictionary. ესეთი სიტყვა. ესეთ კლასია ჩაშენებული system.collections.generic key და value. ორი ის აქვს. ორი რაღაცა არის. key და value. Dictionary-ს იყენებენ მაშინ, როცა გინდა რომ ინფორმაციები შეინახო, ოღონდ თან დანომრო ხოლმე. ან აი ნახეთ, აი რაღაცა ინფორმაცია მინდა, ხო? დაუშვათ ადამიანები მინდა რომ შევინახო. დაუშვათ პირველ ადამიანს რომ შევინახავ, დავწერ რომ პირველი გიორგი, მეორე ნიკა, მესამე ლიზა და ასე შემდეგ. ანუ ორი რაღაცა აქვს, key და value. Key არის რაღაცა გასაღები, რაღაცა მთავარი. Value არის ის რაღაცა მნიშვნელობა, რომელსაც ვინახავ. და keys-თან მივალ, რომ value წამოვიღო. ეგეთი ის აქვს. ესე იგი dictionary ორი გადაეცემა, key და value. ეხლა ორივე შენ შეგვიძლია ნებისმიერი ტიპები გახადო, მაგრამ მოდით დავუშვათ წარმოვიდგინოთ აი ადამიანების ის რა. int და string იყოს. dict 1 უდრის new dictionary. ეს. ანუ ვაკეთებ კოლექციას, რომელიც რაღაცა წვილებია რა. ანუ პირველი წვილი შეიძლება იყოს ესეთი რაღაცა. ესეთი რაღაც ხო არის? პირველი წვილი შეიძლება იყოს ესეთი ის. ფილუჩლებს წერ. და ესეთ რამეს ვაკეთებ. დავუშვათ ერთიანი და დავუშვათ გიორგი. ანუ წვილებს ვაკეთებ, ესე იგი ერთიანი გიორგი. მე შემიძლია დავწერო ორიანი ავი ნიკა სამიანი ერეკლე ერთ ქალსაც დავწერ ბარემ ოთხიანად ნინო და აი ასე შემდეგ. ანუ dictionary-ში ვინახავ ისეთ ინფორმაციებს, რომელსაც აქვს ორი რაღაც, key და value. Key არის რაღაც გასაღები, მნიშვნელოვანი რაღაცა და value არის რაღაცა ინფორმაცია ამ შემთხვევაში. ერთი გიორგი, ორი ეს, ესე და ასე შემდეგ. ანუ დანომრო რა, რაღაცის მიხედვით. ყველა ამ დანომრის მიხედვით, რომ გიორგი არის პირველი, მეორე არის ნიკა, მესამე არის ერეკლე, მეოთხე არის ნინო. შეგიძლია სხვანაირადაც გავაკეთოთ დავუშვათ და ინტები არ იყოს ესენი და სტრინგები იყოს. ანუ რაღაცა გასაღებია, key, რომელთაც ჩვენ წვდომა გვაქვს ამაზე, ამ value-ზე. ესეთი კოლექცია გვაქვს. ანუ ლისტისგან განსხვავებით, ლისტში მხოლოდ ერთი ტიპი იყო, აქ ორი ტიპი, ანუ keys უნდა ქონდეს თავისი ტიპი და values უნდა ქონდეს თავისი ტიპი. ну key ძირითადად ყოველთვის int-ია ხოლმე. შეიძლება string-იც იყოს, მაგაში არავინ არ არის, ასე ვთქვათ, რაღაცა რო თითქოს არ უნდა გამოიყენო. არა, როგორც გინდათ ისე გავაკეთეთ. უბრალოდ key, რაღაცნაირად ყოველთვის int-ი გვაქვს ხოლმე რა. და როგორ წვდები კონკრეტულად ინფორმაციას. ეს კოლექცია ხომ აქვს? მე თუ მინდა რომ დავუშვათ გიორგი ვიპოვო. წერ ესეთ რაღაცას. ეს ინდექსად 1. ანუ აქ იმაზე კი არ არის ინდექსზე.
ანუ მენოლე პირველი მეორე და როგორც ლისტებში და სხვანაირებში ხო? არა, აქ key-ით ვწოდები. key რაც არის იმაზე. მაგალითად ეხლა როცა ამას ვეუბნები, მიბუნებს გიორგის. იმიტომ რომ key ამ გიორგის იყო ერთიანი. მე რო ახლა ნულიანი დავწერო. ამიტომ errors. The given key nullian wasn't present in the dictionary. ანუ key not found exception ეგეთი error-ია. Key not found exception. ეგეთი key ვერ მოიძებნაო. ანუ ჩვენ dictionary-ს საერთოდ არ ინტერესებს ის რომელი ინდექსია, რომელი მიზეზი დგას, რაღაც არ აინტერესებს. აქ არის key და value. და key-ის მიხედვით ვსწავლობ კონკრეტულ მონაცემს. ერეკლე 3-ზე არის, ნინო 4-ზე არის. ეს მე შემიძლია რაღაცა ვიპოვო. აი ეს. ნინო. დამატებაც აი ძალიან მარტივად არის რა. dict 1 წერტილი add ჩვეულებრივად add. ნუ დამატო ხო? დამატებაც აი ესეთი არის, ნახე. მე მგონი ესე უნდა დავწერო. და დავშვათ 5-იანი და დავშვათ აქ დავწეროთ ელენე. errors გადის? შეიძლება ეს არ არის და შეიძლება არც ჭირდება პირდაპირ არის ესე. ხო, პირდაპირ. ანუ აქ ჭირდებოდა მარტო ეს ფიგურული შეხება. ანუ აქ add-ს რო აქვს, add-ს აქვს ორი პარამეტრი აქვს უკვე. key და value. ანუ რომელი key და რომელი value. ანუ 5-იანზე დავშვათ ელენე რო ჩავწერო. და ეხა ინდექსად 5 რო დავწერო, ინდექსად 5 არა, key 5. უკვე key-ზე უკვე ელენეა. იმიტომ დამატებული მაქვს უკვე. ხო? ანუ dictionary-ში დაემატა ეხა ელენე, რომელიც key არის 5. ან თავარი აქ არის key. რა გასაღები აქვს, რომ მაგით მივწოდე. თავარი რაც უნდა დაიმახსოვროთ dictionary-ში არის ის, რომ ერთი და იგივე key ვერ გექნებათ. მაგალითად ეხა აქ რო დავწერო ესეთი რაღაცა. ელენე ესეთ რამე რო დავწერო. ეხა errors არის ის, მაგრამ ეს direct უნდა გაისროლოს უკვე error. იმიტომ რომ არ შეიძლება ესეთი ის. 4-იანი ესე. მე რო ეხა 4 დავწერო, რა უნდა გაიგოს ამან, რომელი უნდა ამომიგდოს. ხო, ესე იგი runtime exception-ი ყოფილა, runtime error-ია. მეგონა რომ compile time-ში სანამ გავუშვებდი იქამდე უკვე errors მეუნებოდა. ანუ an item with the same key has already been added. ხო? ანუ რა გამოდის? კონკრეტულ ელემენტს როცა ანუ ორივეს რო ერთ და იგივე key აქვს. მე რო ეხა ვამბობ რომ მეოთხე key რომელიც 4-ია keys ნომრით 4 ეგეთი ელემენტი მომიძენეთ რო ვეუბნები რა გაიგოს ეხა ამან ნინოზე ვსაუბრობ მე თუ ელენეზე ვსაუბრობ იმიტომ რომ ორივეს 4 აქვს ეგ და არ არსებობს dictionary-ში უნდა იყოს dictionary-ში უნდა იყოს აუცილებლად სხვადასხვა key სხვა წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ყოველთვის error-ი ან მოგვიწევს ჩვენ რაღაცნაირად სხვა keys გამოყენება. values არ აქვს ხო მნიშვნელობა? ხო, value როგორც გაგვიხარდება. ეხლა ხო მოდი დავამატებ კიდე ერთ ელენეს. ოღონდ 6 იყოს ინდექსად. არაფერი პრობლემა არ არის. თავარია რომ ეს იყოს განსხვავებული, რა ქვია. ინდექსები. ინდექსი კი არა, key. ეხლა 6 რო დავწერო, ამომიგდებს ელენეს. 5 რო დავწერო, ისევ ელენეს ამომიგდებს. ოღონდ იმიტომ რომ რა ორივეგან 5 ელენეა და რა გავაკეთოთ. აჰა, values არ აქვს მნიშვნელობა, თავარი არის key. გასაგებია? კი. Okay. აი, როგორც დამატებაა, ისე წარსულაც არის აქ, ხო? წარსულად შეგიძლიათ.
წერტილი აქ count-ი არის, შეუძლებლად list-ს ძალიან გავს. აქაც count-ია. remove-ი არის. შენ შეგიძლია, ან ნახეთ, აქ remove-ს როცა ვამბობ, მე ვეუბნები იმ keys, რომელი keys-ზეც მინდა რომ წაიშალოს. 5-იანს თუ ვეთქვი, აი ეს წაიშლება. ანუ აქ key არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მაგით ხდება, ასე რომ ვთქვათ, წაშლა, ან დამატება. ნუ დამატების დროს ორივეს ვუჩიტებ, რა თქმა უნდა. ოღონდ ეს არ არის, რომ მაინც და მაინც int უნდა იყოს აქ ესენი ყველა. მე რო აქ ტექსტი მქონდეს, მაშინ აქ 5-იანის მეგრად მექნებოდა ის ტექსტი. ის კი მექნებოდა. და მაგით გავარკვევდი. ანუ დავუშვათ, მოდი განვიხილოთ სხვა რაღაც dictionary, ხო? აი მოდი ზუსტად იგივე მქონდეს. თორემ აქ მქონდეს string-ი. ორივეგან string-ი მქონდეს. dictionary 2 იყოს. და აი ეს ერთიანი მქონდეს ჭყალებში. ორიანიც, უბრალოდ რა სიტყვაზე წარმოვიდგინოთ. არ აქვს ხა მნიშვნელობა აქ რა მექნება. 4-იანი, 5-იანი, 6-იანი. ანუ თუ kids string-ი არის, ან სხვა ტიპი. მაშინ რა ტიპიც არის, იმით უნდა ვუთხრა. მაგალითად, ეხა ამაზე მე თუ მინდა რომ გავიგო ერეკლე რომელიმაზე არის, მაშინ წერ dictionary 2-ის 3, ხო? kids 3. აი ეს. და გავიგებდი, რომ ეს არის ერეკლე. აი ეს. ანუ key რაც არის, იმის მიხედვით ვამბობ. სულ აქ რიცხვები არ იყოს და ტექსტები იყოს. აი რაღაცა რო იყოს. algouni რო იყოს, algounis მივწვდებოდი. თავარი არის რომ პროგრამა უყურებს key რა არის, არ აქვს მნიშვნელობა მისთვის რა ტიპია. და მე თუ მაგით ვეძებ, მაგ keys ვაძლევ, მიბუნებს მის შესაბამის values. აბა თუ არის რამე კითხვა ჯერჯერობით? აი, მეცადე Discord-ში შემოვიდე. დაწერეთ არაფერი არ წერება. აი, გავაქცევთ მაშინ. ჩვენ dictionary-ს გააჩნია შეიცავს, არ შეიცავს პრინციპი, ანუ contains-ი ხო იყო მასივზე, რომ თუ მასივი შეიცავდა რაღაცას, რიცხვს. list-შიც ხო ეგრე იყო. და dictionary-შიც არის contains-ი. ოღონდ რადგანაც dictionary-ში ორივე არის key და value-ც. მე შემიძლია შევამოწმო key არსებობს თუ არა და value არსებობს თუ არა. ანუ მაგალითად, დავუშვათ, მოდით ახლა ეს დავკომენტართ, ეს ხო აღარ მინდა. ესეც აღარ მინდა. და მაგალითად ესენი იყოს. აი მაგალითად მინდა თუ მაქვს ამ dictionary-ში 5-იანის key, ეგეთი. წერ ესეთ რაღაცას. ნუ შემიძლია პირდაპირ დავპრინტო dictionary 1 contains key. ანუ ორი რაღაცა, contains key, contains value. ეს contains წესით არ უნდა ის კონდეს. აქ contains-ით შეგიძლია ორივე მიცე? ხო, ორივე შეგიძლია მიცე. ანუ დავუშვათ 5-იანი და ელენე. თუ არსებობს ეგეთი, ისე თქო, ეგეთი ჩანაწერი, მაგას დაგიბრუნებს. True ან false. Contains keys-ზე უბრალოდ keys გადაცემ შენ. და დავუშვათ 3-იანი. და გაარკვევს არის თუ არა ეგეთი key. და დამიწერს ხა true-ს. ნამდვილად არისო. მაგრამ მე რომ მქონდეს აქ სხვა key და ეხა 3-იანი უთხრა, ამაზე ამიგდებს false. აი ესე. ანუ ეს contains key ზოგჯერ მჭირდება იმაში, გავარკვევ ეგეთი key მაქვს თუ არა, რომ მე მივწვდე. იმიტომ რომ მაგალითად მე რომ აქ დავპრინტო dict 1 ინდექსად 3-იანი.
ეს სამიანი თუ კი არ მაქვს, გავდივარ error-ზე. და contains key-ით მე ვამოწმებ ეგეთი მაქვს თუ ეგეთი key არის თუ არა. იმიტომ რომ ახლა მე გავალ error-ზე. ეგეთი key არ არსებობს სამიანიო. ამიტომაც ზოგჯერ ეს contains key მეხმარება მაგაში, რომ გავარკვიო. თუ არის. აი მაგათაც ხო შეიძლება რომ ეს ცვლაში ჩამეწერა და მე if statement-ით მეთქვა რომ თუ true არის, მაშინ გამომიტანე. რომ error-ი თავიდან დავიცილო. ხომ მიხოთ რა წესობარი. და იგივე შემიძლია contains value-ზე გავაკეთო. dict 1 contains value. და აქ ვუთხრა ის კონკრეტული value, მაგალითად ნიკა თუ არსებობს. და ამამიგდებს, რა თქმა უნდა, true-ს. ეს დაკომენტარება ამავუწდა ამის. ნიკაზე ამამიგდებს, რა თქმა უნდა, true-ს. ნამდვილად არსებობს ნიკა. მაგრამ ეხლა მე რო აქ დავწერო ანაზე ამამიგდებს false. არ არსებობს ეგეთი ისო. კიდე რა დარჩა დიქშენერიში? ხო, აი ეგეთი ის არის რა. აი ნახეთ. მე ხო წერან გავტესტე ეს აი ეს kit, ანუ სამიანი key რაც key რომელიც სამის სტოლია, ისეთი ამომიგდეთ ხო? და გამიშვა error-ზე. აი რო გავუშვა. იმიტომ რომ სამიანი ეგეთი key უკვე აღარ არსებობს. მე ხო წერან შევცვალე აქ 10-იანი დავწერე სატესტოდ. ხო და თუ კი error-ი არ არის, თუ კი error-ი არ მინდა რომ მქონდეს და რაღაცნაირად ვიცოდე, მაშინ როგორ ვიმუშავო? ანუ უნდა დავადგინო. ანუ უნდა ვეცადო, ხო? პირველი ვარიანტი წერან როგორც კი contains kit გავიგებდი და მე if statement-ით დავწერდი. მეორე ვარიანტი არის რომ შევეცადოთ რომ ვიპოვოთ ეგეთი value. ანუ მინდა მაგალითად რაღაც სამიანის key სამი რომელიც არის ეგეთი ინფორმაციის პოვნა, ესეთ რამეს ვაკეთებ. ასე იგი dict 1 წერილი try get value. ანუ ვცდილობ რომ წამოვიღო ინფორმაცია. სამიაზე. ანუ try get value, როგორც try parse ისეა. სამს წერ, პირველად გადავცემ სამს. ანუ მინდა key სამიანი, რომელიც არის ეგეთი ინფორმაცია მომაგდოს. და ეს try get value რა თქმა უნდა, ან ჭეშმარიტება, ან როგორც try parse ზუსტად იგივეა, ამ სათაურობა იქნება, ან ჭეშმარიტება და ანუ აქ ვარის მაგალითად, ნუ string-ი შემიძლია დავწერო პირდაპირ. ხო ვიცი რომ string-ი არის აქ. თუ კი სამიანზე მოძებნის ეგეთ იმას, თუ კი სამიანს key მოძებნის აქ, მაშინ დიქტორი არ მინდა, მოდი აქ დავწეროთ info რამე ეგეთი. თუ კი მოძებნის სამიანზე, მაშინ info-ში ჩაჯდება ის ინფორმაცია, რაც values-ში იყო და თუ ვერ მოძებნის, მაშინ ვერ მოძებნის. მაგალითად, ეხლა მე რო დავპრინტო აქ info-ზე ამომიგდებს real strings ალბათ. იმიტომ რომ ვერ იპოვნის ეგეთ იმას. მაინც error-ს მიგდებს? რატო? ეს მაგ დოკუმენტარი, ეს უნდა დავაკომენტარო, ხო? ეს წერან ისე. მაგერთ real string გამოვიდო, მისი default მნიშვნელობა. და ნუ error-ზე არ გავედი. ეხლა შეეცადა თუ გამოვიდოდა, მაშინ info-ში მოვათავსებდა მაგ values. არ გამოვიდა, არ მოვათავსა. და თუ კი მექნება სადღაც სამიანი, დავუშვათ აი ეს სამიანი მქონდეს, მაშინ მაგ info-ში მოთავსდება ის ერეკლე. აი აქ, მაშინ info-ში მოთავსდება ის ერეკლე. და ნუ ერეკლეს უბრალოდ ვიზავ. ანუ ეს არის რაღაცნაირად ცდელობა იმისა, რომ ნახო მივიდე values-თან. error-ზე როგორ გავიდე.
აბა თუ არის რამე კითხვა ჯერჯერობით. მე ვიკითხავ ბარემ. ანუ მხოლოდ value აქვს ამ dictionary-ს თუ შეგვიძლია რომ დავამატოთ კიდევ მესამე, ანუ ხოლმე ხდება წერილი int-ი string-ი და კიდე string-ი რო იყოს მაგალითად. არა, ორი. ეგეთი რამე შეგვიძლია. მარტო ორია. კიდე value. აი ნახეთ, dictionary-ში რომ მიდიხარ, მარტო ორი აქვს რა. კიდე value. მარტო ორი. როგორც list-ს ქონდა მარტო ერთი. მიხდე? ოკეი, შენი ხმა ცოტა გაჭედა შენ ხომ. ოკეი, კაი. კარგი. და ნუ ერთადერთი რაც დარჩა dictionary-ში როგორ ვუვლი for loop-ით. იმიტომ რომ ხომ მინდა რომ თუ მინდა რომ ყველა ინფორმაცია ასე ვთქვათ დავლუპო. ჩვენ შეგვიძლია for loop-ითაც, for each შეგვიძლია გავაკეთოთ პირდაპირ იდეაში. For each. როგორ ნახეთ აქ რა არის? აქ ვიყენებ vars უკვე in dict1. იმიტომ რომ item-ი არის ის რაღაცა წყვილი. ანუ თუ ჩვენ ვუვლით ამას for loop-ით, პირველი არის ეს, მერე არის ეს, მერე არის ეს და ასე შემდეგ, ხო? აი ესენი, მთლიანი. ეხლა ამას რა სახელი უნდა, ამას რა ტიპი უნდა დაარქვა? არ ვიცით ხო ეს რა ტიპი არის? ნუ აი აქ თავაზობს რომ ამ შემთხვევაში item-ი არის key value pair ტიპი. შეგვიძლია ეს დავწეროთ ხა აქ. Key value pair ტიპი. ეს. Cannot convert type into ხო, ანუ ესე ვერ გადაიყვანება. ადათ ეს ტიპი არის. და რადგანაც ესე არ ვიცით რა ტიპი არის ეს კონკრეტული თითოეული. მოდი var-ში მოვათავსოთ. აი ეს. და თვითონვე განსაზღვროს ეს რა ტიპიც არის. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტიპი არის კოლექციებში, როცა მივიდივართ. აი ესენი თითოეული მათგანი დასახელება ესე ძნელი ამის. და პირდაპირ შეგვიძლია რომ var-ით დავწეროთ და უკვე item-ი არის ის კონკრეტულად აი ეს თითოეული მათგანი. და რადგან თითოეული მათგანია, items გააჩნია key, გააჩნია value. ანუ შემიძლია თითოეული მათგანის key დავპრინტო და თითოეული მათგანის value. აი მაგალითად დავპრინტოთ ესეთ რამე რომ დავუშვათ item-ის ჩადე? არის რა? Key არის დავუშვათ item-key და value არის item-value. აი ეს. და ახლა თითოეულს დავული. Key არის 1 და value არის გიორგი 2 3 4 5 6. აი ეს. თითოეულზე წვდომა მაქვს. ესე შემიძლია მე ჩვეულებრივ for loop-ითაც გავაკეთოთ ის დარიგით. იმიტომ რომ მოდი ახლა პირდაპირ for loop-ს არ დავწერე, მაგრამ აი რო დავწეროთ რა dict index-ად. მაგრამ index ვერ ვიზავდით. For loop-ით გაგვიჭირდებოდა. იმიტომ რომ index-ი არ აქვს ამათ. და როგორი პოვიდით? მე მგონი ესე ვერ პოვიდით. მე მგონი ეს ამ შემთხვევაში for each-ი იქნება ერთ-ერთი ისიც შეგვიძლია დავუპო. For loop-ით ვერ ვიზავდი. იმიტომ რომ item-ში ხა იგულისხმება ის კონკრეტული მათგანი. მე ეგეც გავტესტოთ for loop-ით არის თუ არა. ესე. For loop-ით ესე for each-ით ვაკეთებთ. Try get value.
ხო, იდეაში εμას contains-კენ contains value აქვს, წაშლა ჩვეულებრივად როგორც list ისე აქვს. და აი რა ვიცი, dictionary-ს აი რო თვითონ პარალელი რო გავაუთ რა, list-ში რაღაცა კონკრეტულ ინფორმაციებს ვინახავ და dictionary-ში მაგ კონკრეტულ ინფორმაციას თავისი key მოსდევს. და ძალიან საინტერესოა, თვითონ მიხვდებით, როდის რა გამოიყენოთ. რაღაცა ძირითად შემთხვევაში list ვიყენებთ ხოლმე, თუ ინფორმაციას რაღაცა მოსდევს თან დამატებითი ID ან რამე ეგეთი, მაშინ dictionary-ს. აი მაგალითად ხალხის ის რო ჩავწერო რა, ინფორმაცია რო დავუშვათ, გიორგი ამდენი წლის, ეს ამდენი წლის, ეს ამდენი წლის. ანუ სახელი, age. ეგეთი წყვილი რო ქონდეს რა, ყველას. ამ შემთხვევაში dictionary-ს გამოვიყენებდი, ხო? string int წვილებს. ესე იგი რაღაცა ეს ამდენი წლის, ეს ამდენი წლის და ასე შემდეგ. და ეგრე ვიპოვეთ. ამ შემთხვევაში key იქნებოდა ადამიანის სახელი და value იქნებოდა ასაკი. Ну, პრაქტიკაში ვნახავთ მაგას. ნებად კითხები თუ არის? ოკეი. აი. იდეაში მე მოვჭი ლექციას. თუ კითხვები არ გაქვთ, მაშინ დაგემშვიდობებით. ლექციებს ავტორთა და დავალებას, ასე ვთქვათ, გვაქვს, generic-ებს და ამ list-ებს და dictionary შეეხება. ასე რომ, მაშინ შეხვედრამდე სამშაბათს შევხვდებით შემდეგი ლექციით. ნახავთ. ნახავთ.